Სამის საათით ჩამქრალი ეკრანები და ინფორმაციული ვაკუუმი ეს იყო ჩვენთვის მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა ერთადერთი გამოსავალი ნათლად გვეჩვენებინა რა მოხდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქიულმა რეჟიმმა შეძლო კრიტიკული მედიის განეიტრალება, რომელიც მან მტრად გამოაცხადა და ახლა ყველაზე ბრუტალური მეთოდებით ებრძვის. კრიტიკული მედიის გაფიცვით მხოლოდ მცირედით გაჩვენეთ თუ რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, სადაც ობიექტურად ვეღარავინ გეტყვით, რამდენად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა საქართველოს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობის დამსახურებით. ივანიშვილის კლანის ღია სამიზნე ახლა უკვე კრიტიკული მედია აძალა უფლების შესანარჩუნებლად და დიქტატურის საბოლოოდ დასამყარებლად სწორედ კრიტიკული მედიის გაჩუმება არის მთავარი წინაპირობა ბიძინა ივანიშვილისთვის. ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის უმძიმესი ბრალდებით ციხეში ჩატოვება პირდაპირ ნიშანია, რომ კლანი ძალადობაზე უარს არ იტყვის და ყველა უკანონო საშუალებას გამოიყენებს მედიის გასაჩუმებლად. როგორც ჩაიარა ჟურნალისტების პროტესტმა და ვინ შეუერთდა საერთო ბრძოლას, ჩვენი ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. საუბარია 40-მდე მედია ორგანიზაციაზე, არა მხოლოდ ტელევიზიები, ონლაინ გამოცემები შეუერთდნენ ამ პროტესტს. 3 საათის განმავლობაში ჩვენ არ ვაშუქებდით, არ მოუწყებლობდით და ერთადერთი წარწერა, რასაც ნახავდით ტელეეკრანებთან, რასაც საზოგადოება ნახავდა, როდესაც ამ კონკრეტულ სააგენტოებზე ონლაინ გამოცემების ვებგვერდებზე შევიდოდა, ეს იყო ის, რომ თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს და ყველა პატიმარს. ეს არის ის არჩევანი, რომლის გაკეთებაც დღეს მოუწია მედიას, რომელიც რასაკვირველია ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის პირადად და გვესმის, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო ძალიან მტკივნეული, თუმცა ეს არის ის რეალობა, რისი ჩამოყალიბებაც, რისი დამკვიდრებაც სურს ქვეყანაში ქართულ ოცნებას, რუსულ რეჟიმს ივანიშვილის მეთაურობით და ივანიშვილის იდეოლოგიით სურს, რომ კრიტიკული აზრი, მათ შორის კრიტიკული არხები, კრიტიკული ონლაინ გამოცემები უბრალოდ არ არსებობდეს ქვეყანაში და ჩვენ უბრალოდ გაჩვენეთ თქვენ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, თუ ჩვენ აღარ ვიარსებებთ, რაც არის ივანიშვილის აუხდენელი ოცნება. ამ შემთხვევაში იქნება სრული ინფორმაციული ვაკუუმი, არაფერზე არ გექნებათ ხელმისაწვდომობა და თქვენ უფლებას და თქვენ აზრს ვერავინ დაიცავს, იმიტომ რომ რასაკვირველია ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ამ მიკროფონების, ონლაინ სააგენტოების საშუალებით საზოგადოებამდე, ფართო აუდიტორიამდე მიგვაქვს თქვენი პრობლემები, თქვენი აზრი, ის დაბრკოლებები, რომელსაც ყოველდღიურად თქვენ აწყდებით ქვეყანაში და ჩვენ ყვებით იმის შესახებ, როგორ არ ყვევს ხელისუფლება თქვენს უფლებებს. ამიტომაც მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ ჩვენ, ეს არის თქვენი არჩევანი, ჩვენი მაყურებლის. რასაკვირველია ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, რასაკვირველია ჩვენ შესაძლოა დავუშვათ შეცდომა ამბის მოყოლისას, არ მოგწონდეთ ჩვენი გაშუქების სპეციფიკა, ეს არის არჩევანი, მაგრამ თქვენ ეს არჩევანი უნდა გქონდეთ, ჩვენ უნდა ვარსებობდეს იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ ახალი ამბები. ახლა რასაც რუსი ივანიშვილი აკეთებს, ეს არის ის, რომ თქვენ უბრალოდ გართმევენ არჩევანის უფლებას. თქვენ გეუბნებიან, სად უნდა წახვიდეთ, რა უნდა გიყვარდეთ, როგორ უნდა იცხოვროთ, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ, ვინ უნდა იყოს თავისუფალი და გადაადგილდებოდეს თავისუფლად და ვინ უნდა იჯდეს ციხეში. ყველა არჩევანი არის წართმეული და ამიტომ ახლა ყველას ხმის ამოღების დროა, იმიტომ რომ აუცილებლად დღეს იმ უსამართლობამ, რომელმაც მაგალითად მზია ამაღლობელის კარზე დააკაკუნა ხვალ, აუცილებლად ეს უსამართლობა თქვენც მოგწუდებათ და თქვენ მედია დაგჭირდებათ იმისთვის, რომ უბრალოდ თქვენი ხმა და პრობლემა ვინმე გაიგოს. ამიტომ არ მოგწონდეთ ჩვენ, ეს ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს კრიტიკის მიმღებლობა და ვიცით, რომ არ ვართ შეუცდომლები, თუმცა ახლა სოლიდარობაა მთავარი, ახლა ერთად დგომაა მთავარი, იმიტომ რომ ნებისმიერი შეიძლება იყოს შემდეგი, რადგან რუსმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ვისაც ის არ მოსწონს, ვინც მას აკრიტიკებს და ვინც მას ამხელს, მას არ აქვს ცხოვრების და თავისუფლების უფლება და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს სხვა უფლება, გარდა იმისა, რომ ამას დაუპირისპირდეთ, მათ შორის იმ მტკივნეული გადაწყვეტილებით, რასაც დღეს ერქვა 3 საათიანი გაფიცვა, რომელსაც როგორც გითხარით 40-მდე მედია ორგანიზაცია შეუერთდა. ჩვენ ეთერში უნდა ყოფილიყავით ამ შავი ფონის პერიოდში და გვინდოდა ამით გვეჩვენებია თუ რამდენად საშინელება შეიძლება მოხდეს იმ ქვეყანაში, სადაც ოლიგარქი გვართმევს თავისუფალ კრიტიკულ მედიას, გვართმევს სამშობლოს. ეს შავი ფონი იყო ძალიან შემზარავი ყველასთვის, ჩვენთვისაც მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი ჩვენი ტელეეთერი გავთიშეთ დღეს იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანაში, გავაპროტესტოთ
პუტინისტური რუსული რეჟიმის დამყარება ამ ქვეყანაში. ეს ჟესტი, ეს პროტესტი, ეს გაფიცვა კიდევ ერთხელ არის ჩვენგან იმის ხაზგასმა და შეხსენება საზოგადოებისთვისაც, მათ შორის თუ რაოდენ მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ და რა მძიმე დიქტატურაში აღმოჩნდით, სადაც ჟურნალისტები გახდნენ. სამიზნე ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით იქნება ეს ფიზიკური ანგარიშწორება თუ იქნება ის აბსურდი, რომელშიც ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი აღმოჩნდა და აღმოჩნდა სრულიად აბსურდული ბრალდებით და საქმით გისოსებს მიღმა. აი ასეთ რეალობაში ჩვენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება ცხადია არ შეგვეძლო და არც გვაქვს ამის უფლება. აი ასეთი საქართველო უნდა ბიძინა ივანიშვილს, სადაც არის სიბნელე და სადაც არის გამაყრუებელი დუმილი, სადაც ადამიანებს არაფრის თქმა, არაფრის პროტესტი და არაფრის ლაპარაკი არ შეეძლებათ. დღეს ჩვენს მაყურებელს, მრავალათასიან აუდიტორიას მთელ საქართველოს უჩვენეთ რა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა. დღეს თავისუფალი მედია, თავისუფალი სატელევიზიო არხები ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას, იმიტომ რომ თითოეული მოქალაქე იყოს კიდევ უფრო მეტად დაცული. დღეს ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხვალ ვინ აღმოჩნდება ციხეში, რომელი ჟურნალისტი ან რომელი ტელეწამყვანი აღარავინ აღარ ვიცით. ხელისუფლება გადავიდა ფიზიკური იზოლაციის, ანუ დაპატიმრებების ეტაპზე. ეს არის ის ფაზა, ის მდგომარეობა, რომელსაც უკვე განსაკუთრებული რეაქცია და გამოხმაურება ჭირდება არა მარტო მედიის საერთო სოლიდარობის გამოხატვის კუთხით, არამედ საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილის ჩართულობის კუთხითაც. ამიტომ ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ გამოვხატავთ ახლა სოლიდარობას, არა მხოლოდ მზიას, მაგრამ უშუალოდ კონკრეტული მედია საშუალებების დამფუძნებლის პატიმრობასთან მიმართებაში, ეს არის მცდელობა შექმნათ გარკვეული წარმოდგენა, რას ნიშნავს კრიტიკული მედიის არარსებობის პირობებში, საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში ცხოვრება მთელი საზოგადოებისთვის. მე მახსოვს კარგად და ალბათ მაყურებელსაც ახსოვს 5 ივლისის შემდგომ, როდესაც ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, მაშინ 4 კრიტიკულმა მაუწყებელმა მივიღეთ გადაწყვეტილება 24 საათიანი გათიშვის შესახებ. 24 საათის განმავლობაში არ გიყვებოდით არაფერს და ეკრანებზე მხოლოდ და მხოლოდ გვარსახელები ნათდებოდა იმ ადამიანების, რომლებიც დაშავდნენ 5 ივლისს. ეს იყო ის გადაწყვეტილება, ის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მტკივნეული ფაქტის ლექსოს გარდაცვალების შემდგომ მოგვიწია ჩვენ მედიის წარმომადგენლებს. დღეს გავიფიცეთ 3 საათით და გაჩვენეთ როგორია ჩვენ გარეშე ყოფნა, როგორია კრიტიკული ხმის გარეშე ყოფნა ქვეყანაში და კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით, რომ შესაძლოა ეს კრიტიკული ხმა ვინმეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს კრიტიკული ხმა უნდა ისმოდეს, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის ნაწილი. მე რუსთაველის გამზირიდან გერთვებით პირდაპირ ეთერში ტრადიციულად, დღეს არის პროტესტის 48-მე დღე, თვენახევარზე მეტი გავიდა უკვე მას შემდგომ, რაც ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და გაფიცვაც მათ შორის დღევანდელი რუსთაველზე ხალხის გამოსვლაც ყველაფერი რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქართულმა ხალხმა, მიიღო მას შემდგომ, რაც რუსმა ივანიშვილმა ადამიანის უფლებები, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი მთლიანად ფეხქვეშ გათელა და ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა გარდა მათ შორის ქუჩიდან ბრძოლისა. კაცში ჩემ ზურგს უკანა, ალბათ ხედავთ ახლა კიდევ უფრო კარგად დაინახავთ, ეს არის თეატრალების მარში, რომელიც ჩვენ გვიახლოვდება, კიდევ რამდენიმე მსვლელობაა, რომელიც გადმოინაცვლებს რუსთაველის გამზირზე, რადგან 40-მერვე საპროტესტო დღეც უნდა იყოს ისეთივე ხმამაღალი, ისეთივე ხალხმრავალი, როგორიც იყო გასული დღეები, იმიტომ რომ ახლა მათ შორის სიმრავლე მნიშვნელოვანია, ახლა მნიშვნელოვანია ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე დაბრუნება და კიდევ ერთხელ იმ ორი მოთხოვნის გამეორება, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს და რასაკვირველია, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს.